მაგრამ ბევრ თემაზე უნდა ვისაუბროთ, განსაკუთრებით იმ ფონზე არჩევნებამდე სულ რაღაც 100 დღე რჩება. რა თქმა უნდა, როგორ იქნება კამპანია ქართული ოცნებისთვის და რაც თავარია ოპონენტების გეგმებზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენ პრინციპში ძირითადი გზავნილები მოვისმინეთ, მოგესალმებით ბატონო შავა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად საჩვენო კამპანია ოფიციალურად გახსენით. ესეთი თავარი გზავნილი ეს არის მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობის ევროპისკენ და ასევე ეს არის ერთგვარი განსაზღვრება იმისა, რომ ეს არჩევნები არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, რა მოცემულობა განაპირობებს საკითხის ასეთ ხედვას. მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულწილად ვაჯამებთ 4 წლიან ციკლს ამ მოწვევის პარლამენტისა. ვიხსენებთ რა გაიარა საქართველოს ამ პერიოდში და აი ამ განვლილი პერიოდიდან ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, დასკვნებს იმისთვის, რომ გავაკეთოთ არჩევანი ყველამ როგორც მოქალაქეებმა ამ არჩევნებს. გავნახეთ ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური კლასი, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა. გაწიროს ქვეყანა არეულობისთვის, გაწიროს ეს ქვეყანა სისხლისთვის, ომისთვის, გრევისთვის და ეს გააკეთეს არაერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში. ეს დაიწყო ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების დღიდან, როდესაც გახსოვთ არჩევნების ღამესვე, ის ისტერია, რომელიც მათ დასთესეს არჩევნებთან დაკავშირებით, გაყალბებული არჩევნები ასე შემდეგ, რომელიც გაამყარა მაშინ რამდენიმე მდიდარი NGO-ს დასკვნამ, რომელიც იყო აბსოლუტურად ყალბი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა. ჩვენ გავიგეთ შემდეგ, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელსაც ავრცელებდა ისვედი, იყო ყალბი შედეგები, რომელსაც ავრცელებდნენ. მათი დასკვნა, რომ თითქოს დაგვიანებით იყო გამოქვეყნება შედეგების, იყო ყალბი. მათი დასკვნა თითქოს 8%-ზე იყო მეტობა, იყო ყალბი და საერთოდ ეს იყო ყალბი შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმენთ. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ამას აყოლილი და მხარს უჭერდნენ მათი დონორებიც. შემდეგ გაირკვა, რომ USAID-მა ეს ყველაფერი იცოდა და გვიმალავდა ქართულ ხალხს ერთი თვის განმავლობაში. ბოლოს თვითონ აღიარა ისვედის ხელმძღვანელმა, რომ მან უთხრა დონორს USAID-ის, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ფონდი. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურა, სამინისტროს დონის ორგანიზაცია არის და ისინი გვიმალავდნენ. მათ შორის მეც მქონდა მათთან მაშინ საუბარი, ამბობდნენ, რომ ყველაფერი სწორად არის, გადაამოწმეს და არანაირი შეცდომა არ არის. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გვატყუებდნენ ჩვენ და ქართულ საზოგადოებას. ეს გამოცდილება რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი არჩევნები? შემდეგ, იმიტომ რომ უყურებთ ჩვენ როგორ ოპოზიციის მხარეს, ასე ვთქვათ, რა ხალხთან გვაქვს საქმე, რომელიც შეუძლიათ აი ამ ყველაფერზე წავიდნენ 6 თვე პარლამენტი იყო ბოიკოტის პირობებში, ძლივს შემოვიდნენ როგორც იქნა ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლები და იქ რასატრიალებდნენ ეს კიდე ცალკე საქმეა. შემდეგ მოყვა ამას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოგვიპარეს საქართველოს მიხეილ სააკაშვილი და ესეც ხო ვიცით, რომ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე იყო პირადად დამგეგმავი ამ ღონისძიების. და ვიცით ჩვენ რომ იქ მათ შორის ისიც ვიცით რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე ის იმყოფებოდა ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და კი მე გვეფიცებოდნენ რომ ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის გადაეთქმევინათ, მაგრამ საერთოდ კრიმინალს რომ იღებენ ბრიუსელის კორიდორებში და ოთახებში, ეს თავად არის უკვე სტანდარტი, როდესაც კრიმინალი იქ არის, თუმცა ეს სამწუხაროდ არ იყო ერთადერთი შემთხვევა. შემდეგ დაიწყო ომი უკრაინაში და რუსეთის შეჭრის დღიდანვე ჩვენ ვნახეთ რაც ხდებოდა და ახლა თქვენ გქონდათ ნიკა გვარამიას ტრანსფორმაცია, რომელიც მან განიცადა. თქვენ გახსოვთ აქცია ჩაატარეს პარლამენტის წინ ოპოზიციამ NGO-ებმა, ჩაერთვნენ ევროპარლამენტარები, ჩაერთვნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვდნენ რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მებრძოლები უკრაინაში. მაგრამ თქვენი ოპონენტები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება როდესაც ომზე და ომში ჩართვაზე და ასევე ომის საფრთხეზე საუბრობს, მას აღარაფერი აქვს პოზიტიური შესათავაზებელი საზოგადოებისთვის და ამიტომ ცდილობს რომ რაღაცნაირად შიშებით იმოქმედოს არჩევნების შედეგებზეო. პოზიტიური არის ის, რომ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით, რომ 12 წელი გვაქვს უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, ზუსტად ამიტომაც არის, რომ საქართველოს სპორტში აქვს წარმატებები და ვიყავით ახლა ევროპის ჩემპიონატზე, ზუსტად ამიტომ გვაქვს ჩვენ კულტურაში წარმატებები, ზუსტად ამიტომ არის ჩვენ ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა
ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანასთან და კანდიდატობის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით ეკონომიკურად, ინსტიტუციურად ყველა და სწრაფად მზარდი ქვეყანა ვართ და მათ შორის ყველა სხვა მიმართულებით იქნება ეს დემოკრატიული თუ ასე შემდეგ თუ შევედრებით კანდიდატ ქვეყნებს. ეს მოიტანა მშვიდობა. ეს არის ჩვენ რასაც თავაზობთ. ჩვენ ამას ვეუბნებით მოსახლეობას რომ არა ქართული ოცნება 2022 წლის თებერვალში რომ ყოფილიყო ნებისმიერი ამ ოპოზიციიდან ერთად ცალ-ცალკე ან რა ვიცი ნაზავი რომ ყოფილიყვნენ ისინი ხელისუფლებაში იქნებოდა ომი გარდაულად და მარტივი მიზეზის გამო კითხეთ ნებისმიერ იმიტომაც ახლა გადაატრიალეს თავისი ასე ვთქვათ ნარატივები კითხეთ ამ ოპოზიციის წარმომადგენლებს დააწესებდნენ თუ არა 2022 წლის თებერვალ-მარტში სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა იტყვიან კი ის, იმიტომ დღესაც დევს რეზოლუცია ლელოსი პარლამენტში, რომელთაც ითხოვენ ყველანაირად ასე ვთქვათ იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ თურმე საქართველოს რუსეთი და ამ უნდა შეიტანოს გადამწყვეტი წვლილი ომის მსვლელობაში. და თუ დააწესებენ ამ სანქციას, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ესკალაციაში შესვლას და ესკალაციის ბოლოში, რა თქმა უნდა, დგას რისკი ომის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ყველა ვინც ჩვენ მოგვიწოდებდა რომ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის ყველა გვიბიძგებდა ომისკენ. ხომ არის ხოლმე საუბარი რომ ეს ტყუილი და დეზინფორმაცია არავინ ითხოვს მეორე ფრონტს და ომში. აი კიდევ ერთხელ ყველა ქართველი თუ უცხოელი ნებისმიერი დონის პოლიტიკოსი ვინც კი ამბობდა რომ საქართველოს უნდა დაეწესოს ვინც ითხოვდა და ამაზე ისტერია ქონდა ატეხილი ხომ ეხა ჩვენ ეს ყველაფერი ემოციურად მივივიწყეთ თორემ მაშინ საკმაოდ მძიმე ვითარება იყო იმ მხრივ იყო ზეწოლა ამ მხრივ ყველანაირი რომ დაეწესებინა საქართველოს სანქციები. 2 წლის წინანდელ მოვლენებზე რა გაფიქრებინებთ რომ დღესაც ან ოქტომბერშიც ეს საფრთხეები კვლავაც რეალური იქნება? მანამ სანამ მიდის ომი, რა თქმა უნდა, ეს საფრთხეები არის რეალური კი არა, ეს პირდაპირ დგას და ამიტომაც არის ეს გადალაგებები რაღაცნაირად ცდილობენ იქნებ დააბნიონ საზოგადოება, რაიმენაირად 5%-იანი ბარიერი გადალახონ აი ამ პატარა-პატარა პარტიებმა დააბნიონ საზოგადოება იქნება რაღაცნაირად შეძლონ რომ ქართულ ოცნებას ასე ვთქვათ გამოციცქნონ მხარდაჭერა და მოვიდნენ ხელისუფლებაში. როგორც კი მოვიდნენ ხელისუფლებაში, რას გააკეთეს, რასაც აქამდე გვპირდებოდნენ, დააწესებენ სანქციებს, ჩაკეტავენ საზღვრებს, შევლენ ესკალაციაში და სანქციების ომში რუსეთთან და რა თქმა უნდა საერთო ჯამში შეაბიჯებენ პირდაპირ კონფლიქტში. ამის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს. ეს იმას კი არ გულისხმობს, რომ პირდაპირ შეიძლება ზარბაზანი გავარდეს. აქ არის ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელიც ისე შეიძლება აფეთქდეს ეს ქვეყანა, რომ იქ ვინ მტყვანი იქნება და ვინ მართალი ვეღარავინ ვეღარ გაარკვევს და ასე ხდებოდა საქართველოში. ყველა ომი ჩვენ რაც გავიარეთ, საბოლოო ჯამში მტყვან მართალი რომ ვეღარ გაგვირკვევია, რატო არის? იმიტომ რომ აი ჩვენი ხელისუფლებები, როდესაც მაშინ იყვნენ მათი სუსწრაფობით, წინ დაუხედავობით, ჩავაბიჯეთ ყველა ხაფანგში, რომელიც დაგვიდო ნებისმიერი სხვადასხვა ინტერესის ჯგუფმა თუ ქვეყანა. ყველა ხაფანგში ჩააბიჯა საქართველოს 2012 წლამდე. და ახლა გვაქვს ეს 12 წელი, ესეც შემთხვევით ხო არა, მარტო რაღაც ლოგიკა თუ ქონდა ჩვენს განვითარებას. ეს ლოგიკა იყო, რომ ყოველ ხელისუფლებას რაღაც კონფლიქტი სამხედრო მოძდიოდა. ხან ეს ჩვენ სამოქალაქო ომი ქონდა, ხან კონფლიქტები იყო რეგიონში, ხან როგორ ხომ ყველა ხელისუფლებას ეს იყო გარკვეული წეულა საქართველოსი რომ ვიყავით მუდმივ ომებში 12 წელი უწყვეტი მშვიდობისა ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა რომ თითქოს გარედან ასე დაგვეცა ეს მშვიდობა თავზე ეს არის ზუსტად წინდახედული ფრთხილი და არა სულსწრაფი გადაწყვეტილება თქვენ საუბრობთ იმაზე რომ თქვენი ოპონენტების არჩევა ხელისუფლებაში მოსვლა იქნება მეორე ფრონტის გარანტია მაგრამ თქვენი ოპონენტები დღეს საუბრობენ იმაზე რომ ოცნების ხელისუფლება დარჩენა ეს იქნება ანტიდასავლური კურსის გაგრძელება და საქართველოს ვერასოდეს ვერ გახდება ვერც ევროკავშირის წევრი როგორც ისინი ამბობენ და უკვე მთლიანად ჩამოშორდება დასავლურ ცივილიზაციასაც და საზოგადოებასაც რას უპასუხებდით მათ იმიტომ რომ ამორჩეველს ეს ადამიანები ზუსტად ამით აჯერებენ რომ დღეს ქართული ოცნების გზა ევროპისკენ აღარ მიდის ფანტაზია გაიმდიდრო ამას ამბობენ 2012 წლიდან არაფერი ხო არ შეცვლა თქვენ ალბათ რო აიღოთ ჩანაწერები 2012 წელს რას ლაპარაკობდა მიხეილ სააკაშვილი ქართულ ოცნებას და დღეს რას ლაპარაკობს სხვაობა არ იქნება ამაში სხვაობა ნამდვილად არ არის მაგრამ სხვაობა არის დასავლელი ლიდერების რიტორიკაში სხვაობა ხო და შევხედოთ ახლა სხვაობა მათ რიტორიკაში არის ამავე დროს ამ 12 წელს როცა მათ არც ერთი წამითაც არ დაიხიეს ამ თავისი ნარატივისგან რა მივიღეთ ჩვენ? მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, ვიზა ლიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ეს მივიღეთ არა მხოლოდ
შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად. მათ შორის ევროპიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. ჩვენ ეს კი არ გვაჩუქა ვინმე ასოციაციების შეთანხმება. 3 წელი უკრაინას ჩამოგვარჩინეს. მაშინ ასოციაციების შეთანხმებაზე მოლაპარაკება სამეცით გვიან დაიწყეს საქართველოსთან. ჩამორჩენილი ვიყავით ჩვენ ეხლა რომ თვეები გვენანება რომ თითქოს ისინი ცოტა წინ არიან თუ არა. 3 წელი ველოდით ვიზა ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკების გახსნას. ბოლოს საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვიწია დალოდება უკრაინის, ვინაიდან ჩვენ უფრო წინ წავედით შესრულებული ამოცანებით. ასე რომ ჩვენ ეს არავის არ უჩუქებია ჩვენთვის. ეს მოვიპოვეთ ჩვენი ძალისხმევით, მათ შორის პოლიტიკური მიდგომებით, მუშაობით სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან, თორე წინააღმდეგობა დიდი იყო ამასთან დაკავშირებით და ამ წინააღმდეგობას გადალახვა სჭირდებოდა. ზუსტად ასე იქნება ახლაც. ახლა არის გარკვეული კონტექსტი და კონიუნქტურა, რომელიც შექმნილი არის, ხედავთ ჩვენ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამის და აქაც ჩვენ რა, როდესაც საუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, აქაც ხო საუბარი არის მაგალითად იმაზე, რომ მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებას, რაც თავის თავში გულისხმობს სანქციებს, მათ შორის რუსეთისთვის სანქციებს. ჩვენ აქ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჩვენ ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ამაზეა საუბარი. მე გუშინაც თქვი კიდევ, ჩვენ არ გვინდა მხოლოდ და ოღონდ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ასე არ შეიძლება მიდგომა, ვინაიდან ჩვენ და ეს არის ზუსტად ჩვენი მათ შორის საარჩევნო სლოგანი, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ ევროკავშირში, თორე არსებობს სხვა მოკლე გზები, კონფლიქტებითაც შეიძლება იყოს ეს გზები. ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ, ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ, ჩვენ გვინდა კეთილდღეობით შევიდეთ. არც ერთ ამ 3 კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, ისე უნდა შევიდეთ ევროკავშირში. სხვა შემთხვევაში გზელი გზა როგორია, იმიტომ რომ თქვენი პოზიციის საპასუხოდ ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ დღეს ინტეგრაცია არის შეჩერებული. მაშინ რა გზას ხედავთ თქვენ იმისთვის, რომ საარჩევნო დაპირება შეასრულოთ, იმიტომ რომ ევროკავშირთან დაახლოება ეს არის ქართული ოცნების დაპირება. უბრალოდ ყოველთვის ეს თავად ტერმინი შეჩერებული ცოტა ხელოვნური ტერმინი არის და მე მგონი ცოტა გამოგონილია იმისთვის, რომ ქართული საზოგადოებაში ცოტა მღელვარება შეიტანონ, იმიტომ რომ მე არ ვიცი ესეთი შეჩერების ინსტრუმენტი ასეთი არ არსებობს, ვინაიდან იქნება შეფასებები, ასე შემდეგ, ასე რომ აქ არაფერი შეჩერება, რაც არ დაწყებულა, ეხლა რა უნდა შეჩერება, არ ვიცი, ხო, ეს ცოტა ხელოვნურად ვფიქრობ, ხელოვნურად მოგონილი ტერმინი არის, პროცედურები ესეთ რამეს არ ითვალისწინებს. რაც შეეხება თავად პროცესს, კიდევ ერთხელ, ბევრი რამე არის ტყვეობაში იმ კონტექსტისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ომიდან გამომდინარე, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ბევრი შესაძლებლობა გახსნა, მაგრამ ამავე დროს ბევრი რისკები წარმოშო ამ გზაზე და საქართველოსთვის ეს რისკები არის და ჩვენ ამაზე ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს დიდი ხანი. კიდე ერთხელ აი ხა საუბარი რო არის იმაზე რომ არავინ არ გთხოვდა სანქციებს, ძალიან კარგადაც გთხოვდნენ. საჯაროდ არ ამბობდნენ და კარს მიღლა გთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და აი ეხლა რომ ლაპარაკობენ რომ შემოვიდნენ რუსები კი, მაგრამ რა არის ხო ხედავთ როგორ შეცვალეს. ზატო შეცვალეს. იმიტომ შეცვალეს რომ მიხვდნენ ეხლა მოუწევთ ხალხთან მისვლა და იმ ხალხისგან რომ მიიღებენ იმ ბრას მათი მაშინდელი საუბრების გამო. ეხლა ნიკა გულარამია რომ საუბრობს აქ ვაშლებს იყიდიან და ასე შემდეგ, რომ ჩააფურთხა კახელებს ღვინოსთან დაკავშირებით უფრო ცუდი სიტყვა იხმარა. აი ხა ამის პასუხს რომ მიიღებს, როცა ის კახეთში იქნება. აი ამას უნდათ რომ აერიდონ და ეხლა ვითომ ის უნდა დარბილება და დათბობა უნდათ ურთიერთობის თავისუფლ მოქალაქეებთან. ამიტომ ეს კონიუნქტურა შეიცვლება იმის კვალობაზე, რაც თავად სიტუაცია დაიწყეს მოწესრიგებისკენ წასვლას და შესაბამისად იქნება გადაწყვეტილებაც. კიდევ ევროპასთან ინტეგრაციის არც ერთი ეტაპი არ ყოფილა ადვილი. არავის არაფერი ჩვენთვის არ უჩუქნია. კი ბატონო, მაგრამ როდი შეიცვლება, რადგან მოცემულობა არის ასეთი, რომ მაგალითად შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ წუთნებში არ მიიღებდა მონაწილეობას, რომელიც დაგეგმილი იყო. ცალკეულმა ევროპელმა დიპლომატებმა დაადასტურეს, რომ სხვადასხვა ზომის ტრანშები იყო გაჩერებული და გაყინული. შესაბამისად, როდის
დაუბრუნდება, ვითარება იმ წერტილს, სადაც ეს ურთიერთობები არ იყო ამ ნიშნულზე. რა ვადები წარმოგიდგენიათ დაახლოებით ამისთვის? კიდევ ერთხელ ბევრი საკითხი არის ამ რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ტყვეობაში, ეს არის კონიუნქტურა და კონტექსტი. ეს კონტექსტი როგორც კი შეიცვლება მათ შორის დამოკიდებულებებიც. დღეს ჩვენ ამას პოზიტიური და ნეგატიური მხარეც აქვს ეს გადაწყვეტილებები, რაც ვიხილეთ, ხომ? სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც თავის მხრივ არის ცუდი, იმიტომ რომ ეს სწრაფად მიიღება ზედაპირულად ეს გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა ზედაპირულია გადაწყვეტილება, როცა უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. ანუ რა გამოდის რა რისკები შემცირდა რეგიონში, საქართველოს რისკები შემცირდა, ტერორიზმის რისკები შემცირდა, სხვა რისკები თუ მიატოვეს რისკების წილად ქართველი ხალხი, ეს არის ამის თქმა უნდა ვინმე ჩვენთვის, თუ ის რომ ქართული ჯარი რომელიც გვერდში ედგა ჩვენს პარტნიორებს ყველა ხელწყატეში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ საქართველოს გადავარჩინეთ ევროკავშირის მისია ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში გადავარჩინეთ ჩაშლილი იყო რომ არა საქართველო რა თქმა უნდა ხა ასეთ შემთხვევაში ევროკავშირისგან რომ ვიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას მე არ მივკვირს რომ მაგალითად როცა შეხვედრები მაქვს მე მოქალაქეებთან ისინი საუბარენ ეს უმადურობაა აი სამწუხარო რომ აქამდე მიიყვანეს საქმე რომ ქართველი მოქალაქეების თვალში აი ესეთი გადაწყვეტილებები რაც განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ქართულ ჯარს და უსაფრთხოებას ევროკავშირისთვის ხების გადაწყვეტილებები ქართველი ხალხი უფრო მეტად და მეტად აღიქვავს უმადურობად იმიტომ რომ ჩვენ გვერდში ვედექით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მაშინ როდესაც ბევრი ნატოს წევრი იმალებოდა შტაბებში იმალებოდნენ ქართველი ჯარისკაცები პირველ ხაზზე იბრძოდნენ და ახლა ვიღებთ ქედმაღლუ დამოკიდებულებას ჩვენ ჯართან ერთად ჩაატარონ თუ არა წვნები. ნუ არასერიოზული და ზედაპირულია, მაგრამ ეს ზედაპირულობა ზუსტად პოზიტიური იმ ხრივ არის, რომ როგორც ესე ზედაპირულად და სწრაფად მიიღეს ნეგატიური გადაწყვეტილებები კონტექსტის გამო, აი ეს კონტექსტის შეცვლასთან ერთად იქნება ასევე პოზიტიური გადაწყვეტილებები. და აქვე მინდა მე აი კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო აი ამ ფერიცვალებას, რომელსაც ახლა ხედავთ ოპოზიციაში, ხო მიხვდნენ რომ ხალხთან მოუწევთ, ხა ტელევიზორებით ვეღარ გავლენ ფონს, მოუწევთ ხალხთან მისვას და ეს ხალხი კითხავს, რომ კი მაგრამ რას გვიშვებოდით ჩვენ? თქვენ რომ ამბობდით რომ უნდა დაკეტილიყო საზღვრები და არ უნდა გაგვეტანა ჩვენი პროდუქცია რუსეთში. რას გვიშვებოდით ჩვენ? სად უნდა წავსულიყავით, ხო? გაგატაკდებოდა მთელი ქვეყანა ჩამოიშლებოდა ეკონომიკა დათვლილია რომ -20% იქნებოდა ეკონომიკური ზიანი და რას გვეუბნება როდესაც ეს რიტორიკა ქონდა და სხვათა შორის ეხლა რომ ასეც სვლიან და გვახსოვს ჩვენ რომ მათ შორის ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ისტერია ითესებოდა პირდაპირ ისტერია მათ შორის ქსენოფობიური ისტერია და მე ამ ეთერშიც არაერთხელ მithქვამს იქამდე მიიყვანეს რომ რუსი გარეგნობის ადამიანს ქვა ესროლეს ჭავჭავაძის გამზირზე თან ადამიანი რომელიც წლები არის საქართველოში ცხოვრობს ისტერია ესეთი განცხადებებით პრეზიდენტის სამარცხვინო განცხადება 26 მაისის 2023 წლის აღლუმზე როდესაც მან ფენასთან დაკავშირებით გააკეთა სამარცხვინო განცხადება სამწუხაროდ ამ ისტერიას უცხოელი აქტორებიც ხელს უწყობენ ჩვენ გვახსოვს ყოფილი ამერიკის ყოფილი ელჩის განცხადება იმ საკრუიზო გემთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქართველებს არ უნდათ რუსეთიდან ჩამოსული ხალხიო. ხა რა იცის ამერიკის ელჩმა რა უნდა ქართულ ხალხს და რა არ უნდა ქართულ ხალხს. თან ხაზი გაუსვა რომ არ იფიქროთ მარტო გემს ვამბობო, როგორც საზღვაო ისე სახმელეთო, ისიც ჩასაკეტი არისო. აი ესეთი ისტერია ითესებოდა, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ელჩები, დონორები ასეთ ისტერიას თესენ, ამას მე მხარს უბავენ ოპოზიციას, მხარს უბავს NGO-ებიც, რომელიც მათგან ფინანსდებიან და ამ ისტერიაში აცხოვრეს ეს ქვეყანა და ეს საზოგადოება 2 წელი და ახლა გამოდის ნიკა გვარამია და ამასო პრინციპში რა კარგია შემოვიდეს თანხა ეხლა მოუნდათ ესე იგი ამაზე ასე საუბარი და საინტერესო ერთი როგორ დაალაგდებია ვითომეტე შიგნით ყავთ იქ ელენე ხოშტარია რომელიც პირდაპირ წელიწად ნახევარი ევროკავშირის ფულით მათ შორის და რუსეთის ფულით როგორ ახერხებს ეს ადამიანი რომ 2 წყაროდან აქვს დაფინანსება დეზინფორმაციაზე ავრცელებდა საქართველოსთან დაკავშირებით თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა ამიტომ აი ესეთ ხალხმა აი ეს არის ხომ საერთო ჯამში 26 ოქტომბერს რაც უნდა აირჩიოს ქართულმა ხალხმა სამ მხარეს არის ამას ვეძახი უკვე ნაციონალურ მოძრაობას როგორც იდეოლოგიას ხა პარტიულ კუთვნილებას უკვე აზრიც აღარ არის ვეღარ დათვლი იმიტომ რომ ისე ხან დაქუცმაცდებიან ხან შეიკრიბებიან რომ აქ ჯობია რომ დაბნეულობის გაშუქოთ შევხედოთ ეს არის იდეოლოგია ეს იდეოლოგია
არის ერთის მხრივ ის რომ სრულად არის ჩამოყალიბებული იმაზე თუ რა კონjunktურა მოდის გარედან საიდან რა მოდის ეს რა ნიავი უბერავს მათ გარედან აი ამ ნიავს უნდა მიყვნენ სხვა მათთვის არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ასე იყვნენ ისინი როცა იყვნენ ხელისუფლებაში 2012 წლამდე ამიტომაც შეგვიყვანეს ყველანაირ ხაფანგში რომელიც კი დაგებული იყო იმიტომ არ მოქმედებდნენ ქართული ხალხის ინტერესით ეტყოდნენ ეხა შენ წადი და რაღაც ავიცი მე რაიმე ესეთი განცხადება გააკეთე ეტყოდნენ წადი ხა დახვდი რუს საზღვარზე და ღვინოაჩუკი ამას გააკეთებდნენ ვინ ეუბნებოდა ვინც ეუბნებოდა საბოლოო ჯამში ვინ უთხრა მათ რომ უნდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთისთვის ის ერთადერთი ბერკეტი რაც ქონდა ჩვენ რუსეთთან სალაპარაკოდ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ეს ბერკეტი პირდაპირ აჩუქეს ხო ვინც უნდა ეთქვა ხო ვისაც ამისი ძალა და შესაძლებლობა ჰქონდა ვინც მიხეილ სააკაშვილს უთხრა რომ სააკაშვილს რომელმაც არჩევნები წააგო და არ აღიარებდა ამას დაჭირდა ორი სენატორის სიტყვა დაჭირდა და საქართველოს პრეზიდენტმა უცებ გადათქვა თავისი სიტყვები აი ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ სხვების მიმართ და არა ქართული ხალხის ინტერესით არამედ უცხო ძალების ინტერესებით მოქმედებდა ამ პოლიტიკურ ძალებს პოლიტიკური განაჩენი არაერთ არჩევნებზე გამოუტანა ქართულმა ხალხმა მაგრამ თქვენ ახლა დღის წესრიგში აყენებთ სამართლებრივი განაჩენის საკითხსაც ხო რატომ დგას ეს აუცილებლობა არჩევნების შემდეგ რატო ფიქრობთ რომ ქვეყნის დამშვიდებისთვის მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ მოხდეს ჯერ რა ფორმით მოხდება ესეც საინტერესოა და შემდეგ სამართლებრივად შეფასების მიცემა ხო ნუ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური განაჩენი და მე ამიტომაც ვთქვი გუშინაც რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გამარჯვება მშვიდობის და კეთილდღეობის ეს უნდა იყოს ამავე დროს დამარცხება ომის და უსამშობლოობის რომელიც ჩვენ ოპოზიციაში გვაქვს და ეს უნდა იყოს მკაფიო პასუხი კონსტიტუციურ უმრავლესობას ზუსტად ამიტომაც ვჭირდება ჩვენ რომ ეს იყოს მკაფიო პასუხი ქართული საზოგადოების აი იმ მოვლენასთან დაკავშირებით რასაც ნაციონალურ მოძრაობა როგორც იდეოლოგია წარმოადგენს რაც შეეხება სამართლებრივ განზომილებებს აქ ხა მე გამიჭირდება ამაზე საუბარი და არის თქვათ ჩემი კომპეტენცია თუმცა ყველა საკითხს როგორც პოლიტიკურს ისევ სამართლებრივს უნდა ჩავყვეთ ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა ხდება ირკვევა მათ შორის მათი წარსული საქმეებიდან გამომდინარე იქ სადაც სამართლებრივი რეაგირებაა საჭირო სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და ეს მათი კომპეტენცია თუმცა პოლიტიკურად შეუძლებელია რომ ჩვენ ასე გავაგრძელოთ. ეს საერთო ჯამში ჩვენ მათ შორის ვუყურებთ რაც ჩვენთან ხდება და აი რამდენიმე დღის წინ ესროლეს პრეზიდენტ ტრამპს. და მე მგონი ჩვენ კიდე ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ თუ რა აურზაურს გადარჩა სამყარო, ხომ? 1 მილიმეტრმა რომ 1 მილიმეტრი რო ცოტა სხვანაირად ყოფილიყო, რა მოხდებოდა უპირველეს ყოვლისა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნუ შესაბამისად რა გავლენა ექნებოდა ეს მსოფლიოზე. მაგრამ ჩვენ ვატყობთ გარკვეული პარალელები, ხომ? რატო რა ხდებოდა, რა მოხდა იქ და რატო ხდება ის? იქაც ტრამპის წინააღმდეგ ეს რუსეთი 12 წელი რომ ნაციონალურ მოძრაობას საუბრობს. ჩვენთან და კი არ არის რამე ქართული ნოუ-ჰაუ კი არ არის და რადგან საზღვარი გვაქვს რუსეთთან, იმიტომ კი არ არის. ამერიკაში ზუსტად იგივე მეთოდებით ტრამპის წინააღმდეგ იყო და მიდის კამპანია, ხო? გახსოვთ ჯერ კიდე პრეზიდენტი არ იყო, ან პრეზიდენტი რო გახდა, ზუსტად იგივე სიტყვა, მე მგონი ციტატებიც კი შეიძლება იგივეს იმეორებდნენ, რომ პუტინის მეგობარი, რუსეთი, ასე შემდეგ არჩევნებში ჩარევა ზუსტად ერთი რა კამპანიაც მიდიოდა ტრამპის წინააღმდეგ, ზუსტად იგივე კამპანია მიდიოდა და მიდის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ერთი, მეორე ზიზღის გაღვივების კამპანია. ჩვენთან რასაც აკეთებენ NGO-ები და პარტიები, ზუსტად იგივე კამპანია ტრამპის წინააღმდეგ, რომ ადამიანი გახადოს ზიზღის ობიექტი, რომ ვიღაცამ აიღოს შემდეგ იარაღი და ესროლოს, ან ვიღაცამ აიღოს შემდეგ მოლოტოვის კოქტეილი და ესროლოს. ეს არის ზუსტად ერთი და იგივე სტილი პოლიტიკური პროპაგანდისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში ხორციელდებოდა. და აქ არის გარკვეული პარალელები და ტყუილად კი არ იყო შემდეგ რომ ხედავდი ჩვენ ორგანიზაციებს, ფრანკლინის კლუბი, სირცხვილია, სხვები კანვასის ტრენინგები, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი?
თავად ორგანიზაცია სირცხვილია სახელშივე დევს ზიზღი ხელისუფლების მიმართ რომ უნდა ხრწხვენოდეს შენი ქვეყნის შენი ხელისუფლების ანუ ასეთ ორგანიზაციას სახელი რო ქვია ჯერ მარტო ასეთ ორგანიზაციას რომ საერთოდ დააფინანსებ რომელიც თავის სახელწოდებაშივე ზიზღს ატარებს და აღუევს ხომ და შემდეგ რასაც ისინი აკეთებდნენ მოლოტოვის კოქტეილის პირდაპირ რეკლამირება იყო დამფინანსებელი ორგანიზაციები ამბობენ რომ დემოკრატიას ეხმარებიან ამ ქვეყანაში რომელსაც უჭირსო ну მოგეთ ეს თუ დემოკრატია არის თავის ქვეყანაში განავითარონ ესეთი დემოკრატია მოლოტოვის კოქტეილის ექსპორტი საქართველოს არ სჭირდება ნამდვილად და ეს არ არის დემოკრატიული დახმარება რა თქმა უნდა მოლოტოვის კოქტეილებს არ გულისხმობენ უბრალოდ ამაზე თვალს ხუჭავენ და ამაზე ჩუმდებიან არაერთხელ საუბარი მეც გქონია პირადად ამ საკითხებთან დაკავშირებით არ არის სათქმელი არაფერი არ არის მაგრამ ხა ფაქტია ხო ევროკავშირის ფული მიდის ორგანიზაციაში, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას ახდენს. ევროკავშირის ან ამერიკული ფული მიდის ორგანიზაციაში, რომელიც კანვასებით თუ სხვა რაღაც მეთოდებით ეგრეთ წოდებულ აქტივიზმის ტრენინგებს ატარებს, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს არის ზუსტად ზიზღის გაღვივება ოპონენტის მიმართ. აი ზუსტად ის რაც ამერიკაში ხდება, ამისი პირდაპირ გადმოტანა საქართველოს. რა შეიძლება მომავალში, რა შეიძლება არჩევნების შემდეგ? უბრალოდ ყოვლისა ეს არის კიდე ერთი ხმა ქართული ხალხისა, იმისთვის რომ მანდატი მისცეს საქართველოს ხელისუფლებას და გასცეს პასუხი ოპონენტებს. იმიტომ რომ ჩვენ მეორე ოპონენტები არც არ გაქრებიან. არა, ოპონენტები არ გაქრებიან, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ერთი რამე. ჩვენ ცოტა მათ შორის თუ დავაკვირდებით გარკვეულ ტენდენციებს და წევან ვახსენე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის განცხადება, რომ არავის უნდა უკვირდეს, რომ ქართველებს არ უნდათ რაღაც რუსეთიდან ჩამოსული ხალხიო. ჩვენ რაღაცნაირად შევედით აღმოჩნდით ესეთ მდგომარეობაში გარკვეული პერიოდია უკვე, როდესაც უცხოელები, დიპლომატები თუ პოლიტიკოსები გველაპარაკებიან ქართული ხალხის სახელით. რაც არის პარადოქსი. წარმოგიდგენთ საქართველოს ელჩმა რომელიმე ქვეყანაში, არ ვიცი, საქართველოს ელჩი პოლონეთში რომ გამოვიდეს და თქვა, რომ პოლონელი ხალხის ნება არის ეს და პოლონეთის ხელისუფლება ეს ყურად იღე. აი ეს ხო სასაცილოდ არ ეყოფოდა პოლონეთის ხელისუფლებას ან ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას. ჩვენთან დღე-გამოშვებით, არ ვიცი, სხვადასხვა უცხოელი აქტორი გამოდის და ყველა რატოღაც ფიქრობს, რომ უნდა გველაპარაკოს ქართული ხალხის სახელით, რომელსაც არა გრამი ლეგიტიმაცია ქართველებისგან. რა ლეგიტიმაცია აქვს ქართველებისგან? ერთადერთი ლეგიტიმაცია არის ის NGO-ები, რომელსაც აფინანსებენ და ელაპარაკებიან. გარკვეული მიკრო საქართველო აქვს შექმნილი ზოგიერთ დონორს თავის გარშემო, აი ის ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს, ეს არის მისთვის საქართველო, აი ეს ფოკუს ჯგუფი არის, ასე ვთქვათ, და მისი ფოკუს ჯგუფი არის მისი საქართველო. და ეს ჩვენ დანარჩენი 4 მილიონი არ ვარსებობთ როგორც ჩანს მათ თვალში და ამ დონეზე მიდის, რომ ქართული ხალხის სახელით გველაპარაკებიან უცხოელი აქტორები და ზუსტად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მათ შორის ეს არჩევნები. რომ ქართულ ხალხმა უთხრას მათ შორის ამ უცხოელ აქტორებს, რომ თქვენ რო ჩვენი სახელით ლაპარაკობთ, რომ სანქციები დააწესე, ის გააკეთე, რა ვიცი, მილიონი რაღაცა, რაც არის ხოლმე ქართველი ხალხის სახელით წარმოჩენილი, ქართულ ხალხმა უთხრას რა არის მათი ნება და ზუსტად მათი ძალიან ხმამაღალი ხმაც არის საჭირო, რომ მე უკვე არჩევნებიდან მეორე და მესამე დღეს, რომ გამოვა რომელიმე უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი დაიტყვისო ქართველი ხალხიო, ამას უკვე რა თქმა უნდა ვეღარ იტყვის იმ ომახიანი ასე ვთქვათ ტემბრით, რომელსაც ახლა შეაჩვიეს თელ საქართველოს ეს რომ რატომღაც ყველა თვლისო ვისაც 20 ხინკალი და 2 ხაჭაპური უჭამია ამ ქვეყანაში გაერკვა საქართველოში და საქართველოს უნდა ილაპარაკოს. თქვენ დარწმუნებული ხართ რომ გაიმარჯვებთ არჩევნებში, ახლა საინტერესოა მიკრო საქართველოს როგორ შეეგუება მარცხს და რა ქცევას უნდა ველოდოთ ამ ჯგუფისგან უკვე არჩევნების შემდეგ. უბრალოდ ყოვლისა ეს არჩევნები წყალგამყოფი არის და ამ ხრივ რა თქმა უნდა ეს იქნება კაფეო პასუხი მათთვის იმ ხრივ რომ ქართული ხალხი არიღებს ისეთ პოლიტიკურ ძალებს რომელიც მოქმედებენ სხვა გარე პოლიტიკური ჯგუფების თუ სხვანაირი ჯგუფების ინტერესებში. ამას უნდა გაეცეს პასუხი. ამას როცა პასუხი გაეცემა, რა თქმა უნდა, მათი გონორიც და დამოკიდებულებაც შეიცვლება. და რაც შეეხება შემდგომ პარლამენტის ბოიკოტი მაგალითად გამოიყენებენ ამ არჩევნების არ აღიარება.
კი აუცილებლად იქნება ბოიკოტი, ვინაიდან ეს არის ის ქცევის წესი, რომელთაც ნაციონალური მოძრაობა ტრადიცია არის. 2016-ში მათ ბოიკოტი ჰქონდათ, არ შედიოდნენ რამდენიმე კვირა, ბოლოს გაიყვნენ, გამოიყვნენ რაღაცნაირად შევიდნენ. 2020-ში ბოიკოტი ჰქონდათ, შემოვიდნენ ბოლოს. ეხლა 24-ის რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება ბოიკოტი და ხედავ ჩვენ აქედანვე ემზადებიან ამისთვის რომ რაღაცნაირად გამოაცხადონ ეს არჩევნები კიდე ერთხელ ტრადიციულად მე-9 არჩევნებს გამოაცხადებენ კვლავ რაღაც არელეგიტიმურად, მაგრამ როგორც სხვა დროს ყოფილა აქაც რა თქმა უნდა მოუწევთ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა და ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება იქნება თუ არა ხელშემწყობი ფაქტორი პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის. ეს ერთგვარი შეგუება აღიარება იმისა, რომ ოცნება არის ის ძალა, ვისაც უნდა ელაპარაკოთ უკი საქართველოსთან გინდა პარტნიორი. თავარი განსაზღვრელი მაინც არის კონტექსტის შეცვლა და ეს უპირველეს ყოვლისა ეხება ომს უკრაინაში. თავარი არის ეს და იქ ასე თქვა ამ ომის დასრულება და მე ბევრი რამ შეეცვა. ამას ხათაშორის თავისი ობიექტური ახსნაც არის. ჩვენ გარკვეულწილად ჩვენ ცუდი გამოცდილება ომთან დაკავშირებით გამოგვაძგა ამ დროს, ვინაიდან ჩვენ ბევრი ომი გამოვიარეთ და შეგვიძლია რაღაც რისკები გამჭრიტოთ და გარკვეული ავიცი დაღვინებით შევხვდეთ ასეთ კრიტიკულ სიტუაციებს და ქართულმა ოცნებამ ზუსტად ესაჩვენა ქართული გენის სიძლიერე აი ამ ომგამოვლილი ხალხისა, რომელმაც იცის რომ ბრძნულად და დაფიქრებით უნდა შედგეს ესეთ მომენტებს. ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ ქონია. და ახლა შუაგულ ევროპაში უცებ ამხელა ომი მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის ომი დაიწყო. რა თქმა უნდა მათთვის ეს სტრესული გარემო არის და გარკვეული იგრძნობა რიტორიკაში და გადაწყვეტილებებში ხანდახან რაღაც არა სისტემურობა მათ შორის და ეს გასაგები არის. უბრალოდ ჩვენ არ უნდა აუყვეთ რაღაც არასისტემურობას და ზედაპირულობას ხანდახან და ეს რა თქმა უნდა ზედაპირულობა იყო, როდესაც ევროპელი შენთან მოდის ჩემთან და სხვა თანამდებობს პირა მოდის და გეუბნება დააწესე სანქციები და შენ რო ეუბნები გავიგრო უნდა დავაწესო, მაგრამ შენ რომ ნატოს ატომური ქოლგა გიცავს ამას მთავაზობ? არა, არ მთავაზობ. აბა როგორ დავაწესო მე თუ დაუცველი ვიყავი? ნუ რა ვიცი, შენ რომ ეკონომიკურად დაცული ხარ ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით, მე ამის გარანტიას მაძლევ? არა, არ გაძლევ გარანტიას. აი ესეთ საუბრები როცა გაქვს და ამას რაღაც მომენტში ვერ წხვდებოდე რომ გელაპარაკება ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც შეიძლება ჩვენზე პატარა არის, მაგრამ დაცული არის, მას იცავს დიდი არმია ნატოსი. მოდი შენთან ომგამოვლილ ქვეყანასთან ოკუპირებული ტერიტორიებით გეუბნება რომ მიდი ახლა აქამდე გეუბნებოდა 10 წელი რომ კონდეს სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან. უცებ მოგიბრუნდა და მოდი ახლა ესკალაციაზე წადი. და ამას ვეკითხები, კარგი, მე წავედი ესკალაციაზე. შენ მე მაძლევ უსაფრთხოების გარანტიას. რამე თუ მოხდა? ასეთ პირდაპირ კითხვებს უსვამდი. იომებ ჩემთვის, არა, არ ვიომებ. შეხვედრების დროს ბატონო შავა, ამ კითხვებს პირდაპირ უსვამდი. რა თქმა უნდა, არა თუ უსვამდი, ჯერ ამას უხსნით, იმიტომ ბევრი ვერ წხვდებოდა, რომ ვის ელაპარაკებიან, გელაპარაკებიან არა გერმანიას და საფრანგეთს, არა ელაპარაკებიან საქართველოს, რომელსაც თავისი ომებიც ნაომარი აქვს და თავისი უსაფრთხოების გამოწვევებია და არ არის ნატოს წევრი. და ჯერ ამას ახსნა ჭირდებოდა. სხვა ჩვენს ერთ-ერთ შეხვედრაზე, ერთ-ერთ ბოლო ცოტა ხნის წინ რამდენიმე თვის წინ იყო შეხვედრა, ერთ-ერთი დეპუტატი, ბუნდესტაგის დეპუტატი, რომელიც ცოტა ექსტრავაგანტული პიროვნება არის, გამოირჩევა ხოლმე აქ მათ შორის რადიკალური განცხადებებით. და ამ საუბრებში ჰქონდა მათ შორის აუხსენი კიდე ერთხელ, რომ იცით რა, თქვენ სხვა ქვეყანა ხართ, თქვენ ნატო ხართ, თქვენ რისკები სხვა გაქვთ. ჩვენთან ნიშნავს ეს ომს და ასე შემდეგ. ნუ პასუხი იყო რას იზავ? ყველამ რაღაცა უნდა გავწირო და დავთმოთ. და ნუ ეხლა ჩემი პასუხი შესაბამისი იყო, რომ ჩვენ ეხლა რა თქმა უნდა ვერ დავთმოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლეს და მათ რისკის ქვეშ ვერ ჩავაყენეთ, მაგრამ ნუ აი ეს არის გარკვეული აჟიტირება შეინიშნება ზოგიერთ აქტორში, ნუ ახლა გამოირჩევიან ხოლმე როგორც წესი ეს უფრო არიან რაღაც პარლამენტის წევრები, რომელთაც უფრო თავისუფალი მანდატი აქვს და უფრო ხმამაღალი განცხადებები გამოირჩევიან ევროპარლამენტში იქნება თუ ნაციონალურ პარლამენტებში და ჩვენ უბრალოდ ჩვენ ამ ზედაპირულობას და აჟიტირებას არ ავყევით. შემდეგ ბევრმა მადლობას გითხრა და გითხარო სწორედ მოიქეთით რომ არ ავყევით ჩვენო საბოლოო ჯამში ასე გამოუვიდათ ერთ-ერთმა ასეთმა მაღალმა თანამდებობის პირამ გითხრა რომ ჩვენ კიო არა თავიდანო ვითხოვდითო სანქციებს, მაგრამ ეხლა აღარ ვითხოვთო და
ну კარგით მე გიხარ თავიდან რომ დაგვიჯერებინა რა არსებობს ამ დამოკიდებულების შემთხვევაში დღეს პრემიერ-მინისტრმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ზოგადი შტაბ-ჭრილების კონტექსტში თქვა რომ ის დარწმუნებულია რომ საბოლოო ჯამში ამ რეგიონული პოლიტიკის სიტუაციის ცვლილებასთან ერთად დამოკიდებულება შეიძლება არსებობს უკვე გარკვეული სიგნალები ამ ცვლილების ნახოთ კიდევ ერთხელ ყველაფერი დამოკიდებული არის ორ რამეზე ერთი ეს არის ქართული ხალხის პასუხზე მათ შორის აი ამ ყველა განვითარებასთან დაკავშირებით და იმ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით რომელსაც სამწუხაროდ ზოგიერთი აქტორი იჩენს ქართული ხალხის მიმართ და მეორე ეს არის კონტექსტზე დამოკიდებული და ამ ხრივ ჩვენ ვატყობთ ხომ ახლა უკვე მიდის სხვადასხვა საუბრები და გარკვეულწილად ასე ვთქვათ მიდგომები მათ შორის უკრაინაც სამშვიდობო კონფერენცია მოიწვია ერთი მეორე კონფერენციაზე ფიქრობენ და ასე შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს რომ მშვიდობა მალე დამყარდება უკრაინაში რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა უკრაინის ინტერესების გათვალისწინებით და უკრაინის პირობებით და როგორც კი ეს საკითხი მოწესრიგდება აი ეს მღელვარებები ზოგიერთი აჟიტირებები და ეს ყველაფერი დამშვიდდება და ყველა მიხვდება საბოლოო ჯამში თუ რა გააკეთა საქართველოს მათ შორის ევროკავშირის შვიდობა ჩვენ შევინარჩუნეთ არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ ევროპისთვის აქ რომ ატეხილიყო ომი და აქ აუცილებლად ატყდებოდა ომი აი ეს დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფილიყო ჩვენ დავინგრეოდით მაგრამ ევროკავშირი დაზარალდებოდა მათ შორის იმიტომ რომ ჩაიკეტებოდა ერთადერთი ყველაზე მოკლე და სწრაფი გზა აზიასთან დამაკავშირებელი იმისთვის რომ ტვირთები გადაეზიდათ და აი ამას რომ ვერ ხვდება ზოგიერთი ევროპელი რომ სინამდვილეში თვითონ დაზიანდებოდნენ საბოლოო ჯამში და ვისაწყობდა საქართველოში არეულობა შეიძლება ბევრი მეს აწყობდა მაგრამ უპირველეს ყოვლისა ევროკავშირს არ აწყობდა ზუსტად აქ რომ რამე არეულიყო და ისინი უნდა ყოფილიყვნენ პირველები ვისაც უნდა ყველანაირად კბილებით დაეცვათ რომ საქართველოს რაიმე შარში არ გახვეულიყო მადლობა ინტერვიუსთვის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი